შორაპნის ციხესიმაგრისა და ისტორიული შენობების რეაბილიტაციის შესაძლებლობით მუნიციპალური განვითარების ფონდი ინტერესდება, რათა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ყველა მოთხოვნის შესაბამისი კვლევებისა და აუცილებელი პროცედურების გათვალისწინებით მათი აღდგენის პერსპექტივა განიხილოს. ამ მიზნით ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე მოადგილეებთან ილია ბეგიაშვილთან და ბათუ გურჯიძესთან, მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორ გიორგი შონიასთან, იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ბესიკ გოფოძესთან და ზესტაფონის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაბა შორაპნის ისტორიულ უბანში შორაპნის ციხისა და ისტორიული რკინიგზის სადგურის მდგომარეობას გაეცნო. შორაპნის ციხე ანტიკური და შუა საუკუნეების ციხესიმაგრე, რომელიც ზესტაფონის სავიზიტო ბარათად მოიაზრება, უძველესია საქართველოში. ის მნიშვნელოვან სავაჭრო და სტრატეგიულ გზას აკონტროლებდა და ქართული კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ისტორიული ნაწილია. მის მიმდებარედ არსებული რკინიგზის სადგური კი ამიერკავკასიაში ერთ-ერთი პირველი სარკინიგზო სადგურია, რომელიც მე-19 საუკუნეში აშენდა და რეგიონის სატრანსპორტო განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. არქიტექტურულად გამორჩეულია ასევე ყოფილი ქარხნის ელექტროელემენტის ტერიტორია, რომელიც წარსულში შორაპნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამრეწველო საწარმო იყო.